never slow up, no I don't take shit, I got no love for the fakeness. If you wanna play tough and wanna hate this, I'll always show up. Მასურდა სატრეინინგო კურსი უსაფრთხოების შესახებ, რომელიც ძირითადად ჟურნალისტებისთვის და აქტიური მოქალაქეებისთვის იყო. სატრეინინგო კურსის დასრულების შემდეგ ქართული მედია ჯგუფი კვლავ თავაზობს უსაფრთხო გარემოს ამ ადამიანებს, რომლებიც გამომწვევების წინაშე დგანან, რადგან ჩვენი ორგანიზაცია აღჭურვილი არის შესაბამისი რესურსით. Do so instinctive and so passionate. Every word I move so descriptive like an adjective. I got a vendetta. გავიარეთ ხელოვნური ინტელექტის ტრენინგები, რაც ძალიან საინტერესო იყო ჩვენთვის და არა მარტო ჩვენთვის, რადგან მიღებული ინფორმაცია შევეცდებით, რომ გავუზიაროთ სხვებსაც. ძირითადად იმ სეგმენტს, ძირითადად რომლებსაც ხელი არ მიუწვდება და არ იციან და არ ფლობენ ხელოვნური ინტელექტის შესახებ ინფორმაციას, მაგალითად რეგიონში მცხოვრებ ქალებს და გოგონებს, თვლი რომ ძალიან სჭირდებათ ეს ინფორმაცია პირადი უსაფრთხოებისათვის, ასევე სოციალური ქსელებში უსაფრთხოებისათვის, საკუთარი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებისათვის და ყველა იმ კუთხით, რა კუთხითაც ისინი თვითონ აირჩევენ და გამოიყენებენ. ინფორმაციას ეგრე ძალიან ავსწრებდი, ღრმად და უცვლად და რაც საკმაოდი, საინტერესო გახდა ის ყველაფერი პირველივე ტრენინგიდან. ვფიქრობ, რომ ეს კურსი აუცილებელია ყველასთვის. და განმეორდებოდა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თუ ამ კურსებს შეიტანენ სკოლებში და ბავშვებს დააწყებინებენ ხელოვნურ ინტელექტზე, ფიქრს, თეორიულ კურსს, შემდეგ გადავლენ აქტუალურ თემებზე და გაივლიან პრაქტიკასაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება და შემდეგ კიდევ ერთხელ უგმესი მადლობა გადაუხადო იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობენ, რომ აი ესეთი კურსები საჭიროა. დღესდღეობით როგორც ფიზიკურ სივრცეში, ასევე ონლაინ სივრცეში გჭირდება თავის დაცვა. გულისხმობ იმას, რომ ძალიან ბევრი კიბერშემთხვევები არსებობს სოციალურ ქსელში და ზოგადად ინტერნეტ სივრცეში და ამისათვის საჭირო არის კიბერჰიგიენის ცოდნა და კიბერჰიგიენის ფლობა, ასე ვთქვათ. ზუსტად ამისათვის ჩვენ გავიარეთ ტრენინგ კურსები, საიდანაც მივიღეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუ როგორ დავიწყოთ ჩვენი აკაუნტი Facebook-ზე და ზოგადად მთელს ინტერნეტ სივრცეში და ასევე განსაკუთრებით უნდა ვუფრთხილდეთ AI-ის შედეგად შექმნილ AI-ის გამოყენებით შექმნილ ისეთ მასალებს, რომლებიც არის მცდარი და შეიძლება რომ ამ ინფორმაციის შედეგად ჩვენ გავხდეთ მანიპულაციის ქვეშ.